საქმეოდ ბატონო არა. ჯერჯერობით ახლა პენსიაზე ვარ. თუმცა ჩემ ქვეყანას და ჩემ შტატებს თუ დაჭირდება, ნებისმიერ დროს შემიძლია ავიღო იარაღი ისევ ხელში. ძალიან სასიამოვნოა ბატონო არონ მიხარია ქვეყნისთვის ავდადებული ადამიანები რო ხვდებიან ხოლმე. და მაინტერესებს პენსიაზე გახვედით, რამდენი ხანი იმსახურეთ თქვენ არმიაში? დაახლოებით 25 წელი. 25 წელიწადი და პენსია როგორ დაგენიშნათ? გაქვთ თუ არა საკმარისი პენსია? ყოფნით თუ არა ის ყოველდღიური ცხოვრებისთვის და გიწევთ თუ არა? მე პენსია უბრალოდ ფორმალურად მაქვს, ანუ ესე იგი არ მუშაობ და თქოს ასეთი თანხით არავინ არაფერს არ მიხდის რა. ანუ ჯარის ხელფასი მაქვს გენერლის ხელფასი მაქვს ერთადერთი ისიც ჩემი მეგობარი გენერლები მირიცხავენ უბრალოდ როგორც მაკაც, თორე ისე შტატები არაფერს არ მირიცხავს ზოგადად რა. ან თქვენ აცხადებთ რომ ყოფილ გენერალს რომელმაც თავისი ცხოვრების 80% დაუთმო შტატის დაცვას, შტატი, კერძოდ გუბერნია თუნდაც როგორც ესეთი როგორც ვეტერანს არანაირ დაფინანსებას არ გიწევთ, ხო ბატონო? ჩემს სტანს ხო ხედავთ, ეს შავი ტატუ იცით რატომ აქვს? ზუსტად მაქვს 15 ნატყვიარები. და უკვე რომ ვეღარ შეხორცდა, ანუ მომიწია რომ ესეთი კამუფლაჟი გამეკეთებინა რა, ანუ როგორც დამწრევს უკეთებენ ხოლმე ტატუებს რომ არ გამოჩნდეს და ლამაზი იყოს. მსგავს რაღაცა გამიკეთეს მეც შავი ტატუ, თორე კი არ მსიავნებს ტატუის სიარული. ხვდებით? და ეს ყველაფერი ჩემო მეგობრებმა დააფინანსეს, რომ მივედი გუბერნატორთან, რავი, კარის მოიჯებო გამომაგდო რა, ასე ვთქვათ რა. რისი ტატუ რა ტატუო შენო გინდაო ლამაზად გამოიყურებოდეო. ბიჭო ვეუბნები ამას, ნახე აგერ ანუ აგერ 9 კალიბრიანი მქონა მაგალითად გულთან. ზუსტად სანტიმეტრი ამწდა რა გულზე, თორე რა ვკტარი ვიქნებოდი, ხვდებით? ძალიან სამწუხარო არის ეგ ფაქტი რო ხდება და მე მინდა 3 წლის წინ სადღაც დაახლოებით 3 წელი. მე მინდა პირველ რიგში ხალხის სახით მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის და ძალიან სამწუხარო ფაქტია რომ გუბერნია ასეთ ვეტერანებს, ასეთ ადამიანებს არ აძლევს საშუალებას რომ 25 წლის შემდეგაც კი კომფორტული ცხოვრება გქონდეთ მათ და დაისვენონ მათ საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდობით და გადაუხადონ პატარა პენსია მაინც რომ გქონდეთ ესეთ საშუალება. დავაზუსტებდი პატივცემული, ალბათ ბოლოსკენ მიდიხარ და მაინც ვიტყვი რა. მომავალო ჯარისკაცებო, არ იფიქროთ იმაზე რომ პენსია დაგენიშნებათ არამე მსგავს. თქვენ უნდა იფიქროთ თქვენ შტატებს და თქვენს ხალხზე. კი, გასაგებია გუბერნატორმა გამომაგდო მე მერიიდან და რაღაცა ეს, მაგრამ ის ჩემი მოგონებები, ჩემი მეგობრები, რავი, ჩემი გარდაცვლილი კოლეგები რომ ახსენდება მოკლედ. რავი, იმით ვცოცხლობ რა და იმათი მოგონებებით ხვდებით. დაჟე ერთი ქალბატონი წავდა გენერალ-ლეიტენანტი იყო, თუმცა სამწუხაროდ გაქრა. იმის 10 წელი არ მინახავს რა მოკლედ რა. მარგარეტი ერქვა იმ გოგოს მოთა შორის. ალბათ კარგი ბედი არ ეწია არც მას. არ ვიცი ხო, ანუ უზოკლო დაიკარგა, მოკლედ ვერავინ ვერ ეპოვა რა, სადაც წავიდა არავინ არის. კი ბატონო, ძალიან გული შევძველი მესიჯი არის ეს ახალგაზრდებისთვის, რომელიც ახლა ირიცხებიან ჯარის რიგებში და მიხარია რომ თქვენ ყველაფრის და მიუხედავად პოზიტიური დამოკიდებულებით ხართ ქვეყნის მიერ და გინდათ რომ ახალმა თაობამ იმსახურონ კლავაც ჯარში და მოემსახურონ. რა თქმა უნდა. ეგ ყველაზე მთავარია მოკლედ რა. რაც არ უნდა იყოს. არც პენსია მაქვს, არც არაფერი, მაგრამ ის ჩემი მოგონებები და ჩემი ისინი მათ ცოცხლებს რა. რომ არა ეგ რავი, მაგალითად ჩამოვიკიდებდი სადმე თავს მოკლედ. იმიტომ რომ არაფერი საქმე მე არ მაქვს და დავდი ეხლა თუ დააკვირდები ცოტა არაფრის მდგომარეობაში ვარ, თუმცა არაფერს არ ვაშავებ, ხვდებით? მაგრამ იმდენი რაღაცას ხო დავიწყება უნდა და ცოტათი ალკოჰოლით ვიკლებ რა ვიკლავ ჩემს ტკივილებს ასე ვთქვათ. დიახ, გესმის დიახ. ჩვენ როგორც ხო, სხვათა შორის ბოდიში ქალბატონო, თქვენ რა ქვიათ უკაცრავად? მარგარეტი მქვია ბატონო. ოი, დეჟავიუ მოკლედ და ის რა მაინტერესებს, კი არა და რა უნდა გითხრათ. კი ბატონო, პენსია რაღაცა არის, ოღონდ ძალიან მიზერული, ამის თქმა დამავიწყდად, რომ მივედი, რავი, $500 შეგერიცხავ ყველა თვეშიო, იმენ მითხრა გუბერნატორმა და $500 რავი, ისეთი ინფლაცია კი იცით ახლა თქვენ ჩემზე უკეთესად შტატებში რა ხდება და ნამდვილად. $500 ალბათ რავი, კონიაკს ვერ ვიყიდი, რომ მომინდეს და დავლიო რა.
ახლა ჩვენ როგორც სამწუხაროდ ალბათ თავრობასთან მივა ეს მესიჯი და ამ ყველაფერზე რეაგირება მოხდება ჩვენი ტელეკომპანიის და მაუწყებლობის მეშვეობით, მაგრამ ჩვენი მხრიდან ბატონო მე ხა გადმოვხდით თანხას. არა, საწიო, ხალ ბატონო. არა. ხალხის სახელი თქვენი გაწეული სამსახურისთვის. არ გინდათ ხალ ბატონო, არ შეწუხდეთ. ეს არის მინიმალური, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მადლობა. თქვენ ხედავთ ვეზენიუსი არ არის გულგრილი ხალხის მიმართ. როგორც ხედავთ, ჩვენ პირველივე გამლეს უცად გავისაუბროთ, ნახეთ რა რადიკალური სიტუაცია შტატში და როგორ განიცდის შტატის პენსიონერი ცხოვრების ამდიმე წუთებს. იმედია ჩვენი მესიჯი მთავრობისთვის თვალნათლივ იქნება მიღებული და რამე რეაგირება მოხდება ამ ყველაფერს, ბატონო ჩვენ თქვენს დაამატეთ და შემდეგ ეს ყველაფერი. დიახ, ჩვენ გადავალთ სხვა რესპონდენტთან, მაგრამ როგორც დავინახეთ, ეს არ იყო დაგეგმილი, ეს იყო უბრალოდ გამრავლი შემოქმედი, რომელიც იმყოფებოდა საავადმყოფოს წინ და ძალიან წუხართ ჩვენ ვეზერნიუსი, რომ ესეთი სიტუაცია ქვეყანაში და იმედია ჩვენ და ყველანი მივიღებთ პატარა წვლილს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ახლა ზუსტად მადლობა ინტერვიუსთვის. ბატონო, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან გასაუბრება და ჩვენ გადავინაცვლებთ შემდეგ ადამიანთან.